Pitch-ის რეიტინგზე და მოსალოდნელ ეკონომიკურ ზრდაზე სასაუბროთ ეკონომისტი აკაკი ცომაია შემოგვერთდება ახლა პირდაპირ ეთერში დილომშვიდობის ბატონო აკაკი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში როგორია თქვენი შეფასება Pitch-ის რეიტინგთან დაკავშირებით და როგორ უნდა გაიუმჯობესოს ქვეყანამ ის შეფასება რაც ერგო მას ამ შემთხვევაში. მოგესალმებით. ის რაც Pitch-მა თქვა და რაც მოვისმინეთ ახლა ჩვენ ეს ყველაფერი მოსალოდნელიც იყო და ჩანს ასევე ყველანაირ სტატისტიკურ მონაცემებში რაც ქვეყნდება. ამდენად ის იმ შოკმა, ასე ვთქვათ, ომის პერიოდში როცა დაიწყო მასობრივად შემოსვლა მიგრანტები საქართველოში, რამაც გამოიწვია უძრავ-ქონებაზე ფასების მკვეთრი ზრდა, ისევე როგორც გაიზარდა უძრავი ქონების გაქირავების ფასი. და ასევე ბევრმა მიგრანტმა დაიწყო ბიზნესი, აქტიური ბიზნესი საქართველოში და განსაკუთრებით ეს გამოიკვეთა ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში, სადაც ხელფასებმა ძალიან მოიმატა. ზოგადად ხელფასებმა მოიმატა საქართველოში, იმიტომ რომ შეიქმნა სამუშაო ძალის დეფიციტი. ერთი მხრივ ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი გადის საქართველოდან, საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში, რაც იწვევს სამუშაო ძალის აქტიური მოსახლეობის შემცირებას და სამუშაო ძალის მონაწილეობის კოეფიციენტი მცირდება, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან ბევრი ბიზნესმენი შემოვიდა საქართველოში, რომელთაც დაიწყეს ბიზნესი. ამან შექმნა სამუშაო ძალის დეფიციტი, რამაც განაპირობა ხელფასების ზრდა, განსაკუთრებით კი ეს დაეწყო ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროს. თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ამერჯერადმა ფაქტორმა გადაიარა დიდი ნაწილი გადის საქართველოდან, იმიტომ რომ არ არის საქართველო ის მიმზიდველი ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინვესტიციების განხორციელება და დარჩენა, განსაკუთრებით არც თუ ისე კეთილგანწყობილი სახელმწიფოს მიმართ, როგორც არის რუსეთი და რუსეთის მოქალაქეების წილი საკმაოდ მაღალი იყო. საბამისად ეს მოქალაქეები ან თურქეთში წავიდნენ, ან სხვა ქვეყნებში, ან საკუთარ ქვეყანაში. არც იაფი მათთვის ცხოვრებისთვის და ესეც ერთ-ერთი პრობლემა იყო და მიზეზი, რასაც ასახელებდნენ ისინი ქვეყნიდან გასვლის მიზეზად, ასე ვთქვათ. თქვენი შეფასებით ამოწურულია თუ არა სრულად ეს ეფექტი, რაც მიგრანტებს ჰქონდათ საქართველოს ეკონომიკაზე 2024 წლისთვის, პრინციპში ვხედავთ კიდევაც არსებულ ეკონომიკურ ზრდის მოლოდინებს 5.1-5.4-ის პარკლებში მერყეობს. რის ხარჯზე უნდა ველოდოთ 2024 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდას და იქნება თუ არა აქ გავლენა ექნება თუ არა მიგრანტების რაოდენობას. 5% ეს არის ეკონომიკის პოტენციური ზრდის ტემპი. თუ ჩვენ ავიღებთ ძველვადიანი პერიოდის სტატისტიკას, აი ვთქვათ 2003 წლიდან 2024 წლამდე და გამოვიყვანთ საშუალო ტრენდის მაჩვენებელს, საშუალო წელიწადში როგორ იზრდება ეკონომიკა, დავინახავთ, რომ ის არის რაღაცას 4.5-დან 5%-ის ფარგლებში. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, Fitch-ის და სხვა ორგანიზაციების, მათ შორის საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის, რომლებიც მათ პროგნოზს ეყრდნობიან, არა საკუთარ ემპირიულ კვლევებს ახორციელებენ, არამედ მათი პროგნოზიდან გამოდიან ხოლმე როგორც წესი. ისინი ეყრდნობიან აი ამ ძველვადიან პერიოდში საშუალო ზრდის ტემპს და მიიჩნევენ სტატისტიკურად, რომ საშუალო ზრდის ტემპი უნდა იყოს ახლოს ეკონომიკის ბუნებრივი ზრდის ტემპთან. ანუ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იმ რესურსებით, იმ ტექნიკური პროგრესით, იმ ცოდნით, იმ მონაწილეობით საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ის მონაწილეობს, და იმ მიღწევებით, რაც მას გააჩნია, მისი ეკონომიკა მოცემულ ეტაპზე ყოველწლიურად უნდა იზრდებოდეს საშუალოდ 5%. შესაბამისად, ამ 5%-დან გადახრას განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორები, როგორიცაა, ვთქვათ, საერთაშორისო ფაქტორები, ხო, ეს შეიძლება იყოს
დოლარის გაძვირება ან გაიაფება, უცხოელი მიგრანტების შემოსვლა ან გასვლა, ფისკალური პოლიტიკის ცვლილება ან მონეტარული პოლიტიკის ცვლილება, რომელიც რაღაც მოკლევადიან პერიოდის ტალღისებურ ეფექტს იწვევს და შემდგომ ეკონომიკა ისევ უბრუნდება თავის პოტენციური ზრდის ტემპს. ხო, აი ჩვენ სწორედ ვართ ახლა იმ მომენტში, როდესაც ეკონომიკა დაუბრუნდეს თავის პოტენციური ზრდის ტემპს და ეს მიჩნეულია, რომ არის 5%. ნუ ზოგადად ეს უფრო დაშვება, თქვათ, რომ ემპირიული ეს ფაზა, ტრენდი, სტატისტიკური ტრენდი, რომ უნდა იყოს პოტენციური ზრდის ტემპი, ეს გარკვეულწილად არის შეთანხმება, დაშვება, ეს არავის დაუმტკიცებია, უბრალოდ ვარაუდობთ, ჩვენ ვუშვებთ, რომ ეს ესე უნდა იყოს. სინამდვილეში ეკონომიკის ზრდის ბუნებრივი ტემპი რა არის, ეს ჯერ არავის არ შეუფასებია, ჯერჯერობით მეცნიერები ამაზე მუშაობენ, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესახებ Თქვენი მოლოდინები როგორია ვახსენეთ, რომ რეალურად უძრავი ქონების გაძვირება და ფასების ზრდა, მათ შორის ხალხფასების ზრდაც გამოიწვია რუსი მიგრანტების შემოსვლამ, სხვადასხვა კომპანიების გადმოსვლამ, სამუშაო ძალის დეფიციტმა და ასე შემდეგ. წელს როგორი გაქვთ მოლოდინები იგივე უძრავი ქონების ფასებთან მიმართებით, ხალხფასების მიმართულებით, რას შეიძლება ელოდოს მომხმარებელი ამ ნაწილში? ფასები სწრაფად იზრდება, მაგრამ ძალიან ნელა იწყებს ხოლმე უკან სვლას, ხო, შემცირებას. უძრავ ქონებაზე ფასები ჯერ არ გაიაფდება, მაგრამ თუ ეს გაგრძელდა ეს ტემპი, მოცემულობა, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, რომლის მიხედვითაც უფრო მეტი გადის საქართველოსდან, ვიდრე შემოდის, თუ ეს ტემპი გაგრძელდა, ბუნებრივია გარდაუვალი პროცესია, ხო, ეს გამოიწვევს თანდათანობით უძრავ ქონებაზე ფასების წყლებას, რაც უძრავი ქონების გაქირავების ფასets აისახება. უფრო სწორად უძრავი ქონების გაქირავების ფასი უფრო სწრაფად გვაძლევს შეტყობინებას, ინფორმაციას, რომ ის იწყებს კლებას და თქვენ ხედავთ, რომ ეს ფასი შემცირებულია, თუმცა თუმცა ფასი შემცირებულია ქირის ნაწილში და არა გაყიდვის ნაწილში და იგივე ეროვნული ბანკის მიმოხილვაშიც ნათქვამია, რომ შეიძლება ჩანაცვლდეს საერთაშორისო მიგრანტები ადგილობრივი მოსახლეობით და ამის ხარჯზე არ მოხდეს ფასის კლება. 2024-ში მათ ვარაუდია 6%-ით კიდევ გაიზრდება. ქირის ნაწილში უფრო სწრაფად ხდება ფასის კლება, როგორც წესი, ანუ ქირის ფასი უფრო სწრაფად იკლებს, ვიდრე თავად უძრავი ქონების ფასი გასაგები მიზეზების გამო, ხო? გაქირავების დროს კისიერად ხდება ბაზარზე ამის დარეგულირება, თუ არ არის გამქირავებელი, უბრალოდ ადამიანი, რომელსაც სურს რომ იქირაოს, იწყება ფასის მომენტალურ შემცირება. განსხვავებით უძრავი ქონების ფასისგან, სადაც ადამიანები დიდი ხნის მათ ბევრი დრო აქვს უფრო მეტად იმისათვის, რომ ვთქვათ, ფასი არ დააკლონ და დაელოდონ სხვა კლიენტს, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს და მაღალი ფასი გადაიხადოს. ამიტომ აქ ჩვენ დროში დიდი აზრდენა გვექნება. ახლა თუ საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში, რომლებიც აქამდე ყიდულობდნენ აქტიურად საქართველოში ბინებს, ისინი შეამოვსებენ ამ დეფიციტს, ეს არ ვიცი, მაგრამ არ ამგონია ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იმდენად დიდი იყოს აქედან გასული ადამიანების შემოსავლები, რომ მათ გადაფარონ იქიდან შემოსული უცხოელების მიერ ნაყიდი ქონები. მადლობა ბატონო აკაკი, მადლობა თქვენი დროისთვის. აკაკი ცომაია, ეკონომისტი, გვერდთვებოდა საქმე ინდილის პირდაპირ ეთერში.